აი ისინი არიან ეს პედალები, პიდორები. ბემერები უკვე მოვიდნენ, ვიღაცას გამოიყვანეს, წაიყვანეს. ადამიანურად შეიძლებოდა, ადამიანურად. თქვენ სემეთ მათ, ვიცით რომ სემეთ. რითხათ უკეთესი მასში, თქვენ. ეს დალადობა. მანქანას არ მოშორდები. საშ გამოიტახე პოლიცია გთხოვ. რუსეთში დაიწყო ის, რაზეც ასე უყვარდათ სიცილი და დაცინვა რუსებს, როცა უკრაინაში მობილიზაციის საკითხს განხილავდნენ. რუსეთში დაიწყო მამაკაცების ბუსიფიკაცია ომში უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პენზაში მამაკაცებს პირდაპირ ქუჩებში აკავებენ და სამხედრო კომისარიატებში მირხავთ. ამას ახლა სპეციალიზებული არხები იუწყებიან. ადგილობრივ ჩატებში მცხოვრებლები მასობრივად წერენ რეიდებზე, ასევე აქვეყნებენ ფოტოებს და ინვენტარს. გარდა ამისა, პენზის მცხოვრებლებმა მოულოდნელად დაიწყეს წუწუნი იმაზე, რომ ახლა მამაკაცებს ქუჩაში გასვლაც კი აღარ შეუძლიათ, რადგან იქვე მაშინვე წაიყვანენ სამხედრო კომისარიატში, შემდეგ კი ომში. აქაც გინდა შეგახსენო, როგორ დაიწყეს სულ რაღაც ერთი თვის წინ რუსეთის რეგიონებში ასე წოდებული სამობილიზაციო მიწერილობის გაცემა სულ უფრო და უფრო მეტ მამაკაცზე. მოდით გავარკვიოთ, რა ხდება და სად და როგორ მიმდინარეობს ბუსიფიკაცია რუსეთში. მე ალექსეი პეჩი ვარ, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, ვთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ თქვენი კომენტარი. მოკლედ, პენზის ტელეგრამ ჩატებში რაღაც უჩვეულო პანიკა დაიწყო. წერენ, რომ კაცებმა თავი უნდა დაიცვან და გარეთ არ გავიდნენ. მოდით წავიკითხოთ, რას წერენ დღეს იქ. კერძოდ მოგიტანთ სკრინშოტებს და თქვენს ჩემთან ერთად წაიკითხეთ. თელ სპუტნიკზე სამხედროები და პოლიცია შემოერთხმებიან. ბინებში დადიან. ახლა ყველგან დგანან. სახლიდან ვერ გახვალ. სოვრემენიკთანაც დგანან. სრული უბედურება. სახლიდან მაღაზიაში გასვლაც კი საშიშია. მეც ვიცი ეს. კიდევ ამბობენ, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც თითქოს უნდა შეაგროვონ, არასწორია. მათ 1000-ზე მეტი ადამიანი სჭირდებათ. ამბობენ, რომ კამენკაში 700 სჭირდებათ პენზიდან 1000-დან, 1500-მდე საუბარია მობილიზაციის გეგმებზე. გააფრთხილეთ თქვენი მამაკაცები სირსკის ხიდთან. ეხლა არიან იქ. მანქანები და მიღებენ. რადუჟნაია ერთი. დგანან პოლიციელები სამხედრო კომისარიატთან ერთად. ბისკაიაც იქვეა. მიკროავტობუსი სამხედრო ფორმაში ჩაცმული ხალხით შენიშნეს მაღაზია სკიტკინასთან. ბისკაია 1G. გმადლობთ ინფორმაციაზე. ბიჭებო, ვინც რამე მსგავს დაინახავთ ეზოში, ქალაქში ან სადაც არ უნდა იყოს, მაშინვე შეგვატყობინეთ. ერთმანეთს ფრონტის ხაზზე წაყვანის საშუალება არ მისცეთ. შესაძლებლობის მიხედვით გადაიღეთ მანქანების ფოტოები. და გადაიღეთ. სახეები. კიჟოვატოვის ქუჩაზე 3 მანქანით ხალხს იტაცებენ. ფრთხილად იყავით. ფრთხილად. აქ უკვე ორიგინალის ენაზე. შემდეგ. პენზოშუისტი. მენტები სამოქალაქო მანქანით დადიან და კაცებს ეძებენ. დიახ, ტოტალური მობილიზაცია. დაშკინის მამამ თქვა, რომ ის ახლა როგორც ჩანს უკვე სადღაც წავიდა. ასე რომ როგორც ხედავთ, პენზაში ახლა ესეთი განწყობა. და როგორც ჩანს, მართლაც დაიწყო მობილიზაცია. მაგრამ რა ხდება? რუსეთში დაიწყო სწორედ ის იძულება. იძულებითი მობილიზაცია, მაგრამ ჯერჯერობით ამას მალავენ. წმინდა პენზაში მოწმეების ცნობით, სამხედროები მიკროავტობუსებით დადიან. უმისამართოდ იტაცებენ კაცებს და მიხალთ სამხედრო კომისარიატში. წყაროები იუწყებიან, რომ პენზის ხელისუფლებასა და სამხედრო კომისარიატებს თითქოს დაავალეს ერთ დღეში 1000 მოხალისის შეგროვება სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის. რუსეთში ასე ჩხრეკებს მოხალისეების შეგროვებას უწოდებენ. ეს მაშინ ხდება, როცა ქარხნებში მოდის მობილიზაციის გეგმა და ქარხნის ან საწარმოს ხელმძღვანელობა თავად წყვეტს, რომელი თანამშრომელი გახდება ამ თვეში შემდეგი მოხალისე. ხოლო პენზის მცხოვრებლებს ისეთი შთაბეჭდილება რჩებათ, თითქოს დიდი მობილიზაცია დაიწყო. შედეგად კაცებს მიხავთ სამხედრო კომისარიატებში, სადაც ყველაფერი მთავრდება ისევ და ისევ ბრჩხალებში, მოხალისეობრივი კონტრაქტის ხელმოწერით. და ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო პენზაში, სკლადსკაიას ქუჩაზე მდებარე სამხედრო კომისარიატთან, სადაც ცოლები და დედები ცდილობენ დაბლოკონ მიკროავტობუსი, რომელშიც უკვე ჩასვეს კაცები. თანაც შივიან, რომ ვიღაცა სუდადაა, მაგრამ სასწრაფო დახმარება, რა თქმა უნდა, არავის გამოუძახებია. მითხარით, რატომ არ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება იმ ადამიანისთვის, ვისაც სუდად იყო? არა, ვასია, მე ყველაფერი ვიცი. როდ მითხარით? ვფიქრობ, მალე წამოდგებიან და ეხლა დიდი გზიდან ჩამოვლენ. ლიოშკა, გთხოვ, შენთვის ლოცულობ. ვიცი, ლიოშკა.
ბიჭებო, მიყვარხარ. ბიჭებო! მითხარით, ყველამ ნებაყოფლობით მოაწერეთ კონტრაქტს ხელი. გაიძულეს, მითხარით, გაიძულეს, ცემდლე! ნებაყოფლობით თუ არა. უბრალოდ ევედრეთ ღმერთს, არ იტიროთ, ყველაფერი. არ დატოვოთ, დავჩეთ გთხოვთ. ლიოშკა. დაიხურე კარი. 5 წუთს ვერ მომცემ. გაარჩიეთ ბოდიში. საკმარისი ადამიანურად შეიძლებოდა წასვლა. თქვენ მათ აბნევთ, ვიცით რომ საცხოვრებლიდან ხართ, რა ჯობია მასში? თქვენ. ჩვენ გაკავებთ, თქვენ ვეროპლესები ხართ. ჩვენი არ შეგიძლიათ, 5 წუთს ადამიანურად ვერ მოგცემთ. თქვენ ზაპლესნი. ჩვენ ყველა უპასუხობთ. გაიგეთ? რომ უკან არ დაიხია. ჩვენ ყველა უპასუხობთ. გაიგეთ რომ ის გაიგეთ? რატო მეხებით? ეს ძალადობა. მანქანას არ მოვშორდები. თქვენ ახლა პოლიცია უნდა გამოიძახოთ იმის გამო რომ გოგონა არ გაძლევთ გავლის უფლებას. საშა გამოიძახე პოლიცია გთხოვ. მებო, ახლავე აქტს შევადგენ. გამიშვი. თუ არა გამოიძახე, ჩვენ თვითონ გამოვიძახებთ. ხებთ. უკან! დიახ, რისთვის? გამოიძახეთ. ხახეთ. აიღეთ ხალიჩა, მიეცით ხალიჩა, გადით გთხოვთ, გამოიძახეთ. ტელეფონი გაქვთ? აიღეთ ხალიჩა, მიეცით ხალიჩა. ხალიჩა, გააღეთ მანქანა. გააღეთ, მოგდება. არ მიიყვანს. ჩვენ პიდარასტებზე დავიღუპეთ. ჩვენ უკვე პიდარასტებზე დავიღუპეთ. რას აკეთებთ? გარდა ამისა გამოჩნდა კადრები, სადაც ჩანს როგორ გამოჰყავთ ადამიანი პირდაპირ თავისი BMW-ს მანქანიდან. აი ისინი არიან ეს პიდარასტები. უკვე გამოიყვანეს, ვიღაცას დაიყვანეს. დასმების შესახებ იუწყებიან არა მხოლოდ პენზაში, არამედ რეგიონის სხვა დასახლებულ პუნქტებშიც. თანაც იჭერენ არა მხოლოდ ქუჩებში, არამედ სახლებშიც. აი როგორც წერენ ჩატებში, უკვე მისამართებზეც მოდიან. და აი მაგალითად რას უგზავნიან ერთმანეთს პენზის მცხოვრებლები. მოусმიეთ ამ ხმოვან შეტყობინებას პენზის ერთ-ერთი ჩატიდან. გაუგზავნეთ ყველას, რომ ყველა მიცოდეს რა ხდება კამენკაში. კიდევ დადის შავი მიკროავტობუსი, შიგნით 7 ადამიანია. ისინიც აგროვებენ ხალხს. კოტა მოვიდა, რომ კამენკიდან უნდა წაიყვანონ 700 ადამიანი. ერთმა თითქოს ტაქსიში დაიწყო მუშაობა სამსახურიდან წასვლის შემდეგ. ავტოლიგაში. კიდევ რა არის იქ, კატია? ერთი ქალი. ჟენშნადნა. კაცი მიდის და ჰიპნოზირებს. მოკლედ, კაცებს. ყველას მიყავთ. მასთან დავიმალე, დილით დავდიოდით. ადგილზე დავიმალე, არა. აი ვიდეო გამოგიგზავნე, მაგრამ ეს პირველი ნაწილია. ეს არის ამაღამ, როცა 20 ადამიანი წაიყვანეს, ვინც რძეზე წავიდა, ვინც ნაგვის ხუთიდან წაიყვანეს, ვინ სახლიდან წაიყვანეს, ვინ ტრაქტორიდან გამოიყვანეს, ვინ თევზაობიდან წაიყვანეს. 20 ადამიანი. კამენკა. კუზნეცკი, პენზა. თხემსით კიდევ ვიღაც წაიყვანეს მინდვრიდან. განურჩევლად მოადგებიან, იტაცებენ, სცემენ, ნარკოტიკებს უკეთებენ, კონტრაქტებს აწერინებენ და მორჩა. ეს ვიდეო ადვოკატმა გადაიღო იქ, ერთმა ქალმა გამომიგზავნა, კიდევ გამომიგზავნის, მეც კიდევ გამოგიგზავნი. სთხოვს, რომ ყველას გაუგზავნონ, რომ თავიანთ კაცებს ყველა აკვირდებოდეს. არ წავიდნენ არსად, არ გაუშვან მარტო. მაგრამ ღირს თუ არა გაგურვება? არა, რა თქმა უნდა. როგორც ჩანს, რუსეთში ჩუმად გადაწყვიტეს, რომ მობილიზაცია გაეძლიერებინათ ყოველგვარი განცხადების გარეშე. ყველაფერი სწორედ ამას მიუთითებდა.
საბოლოოდ ვლადიმირ პუტინმა თხუილად არ აუგზალა ყველა შესაძლო და შეუძლებელი სოციალური ქსელი და თხუილად არ გათიშა რუსებს ინტერნეტი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში რუსებს ზღაპრებს უყვებოდნენ იმაზე, რომ ინტერნეტსა და მობილურ კავშირს მათ გათიშავდნენ. თითქოს და იმისთვის, რომ უკრაინულმა უპილოტოებმა ვერ შეძლონ შეტევა. თუ მობილურ კავშირსა და ინტერნეტს გათიშავ, უპილოტო სადღაც სხვა მიმართულებით გაფრინდება. შედეგად 18 იუნის უკრაინული დრონები მასიურად ესხმიან თავს მოსკოვს. ისინი ესხმიან თავს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. და არც კავშირის ან ინტერნეტის გათიშვას შეუშლია ხელი ამას. ამავე YouTube არხზე მეც ვაფრთხილებდი, რომ რუსეთში მობილიზაცია მზადდებოდა, მაგრამ უმეტესად რუსები უბრალოდ იცინოდნენ. ახლა კი როგორც ჩანს, სიცილის დრო აღარ აქვთ. გაგახსენეთ, რომ უკვე მაისის ბოლოს გაჩნდა უამრავი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსებს მასობრივად იწვევდნენ სამხედრო კომისარიატებში, თითქოს მხოლოდ მონაცემების დაზუსტებისთვის. მაშინვე აძლევდნენ მობილიზაციის უცხისებს. ამ უცხისებში აღწერილია რა უნდა გააკეთონ და როდის, თუ მობილიზაციას გამოაცხადებენ. მაგრამ როგორც ხედავთ, პუტინმა გადაწყვიტა ცოტა სხვა გზით წასვლა. ქუჩაში ყველა მამაკაცის დაჭერა და სამხედრო კომისარიატებში შეყვანა. და იქ აიძულებენ რუსებს ხელი მოაწერონ ნებაყოფრობით კონტრაქტს სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობისთვის. და იცით, ბოლოს მე მოვიყვან უბრალოდ გასაოცარ შეტყობინებას რუსეთის თითქოს და ოპოზიციური მედიისგან. აი უბრალოდ ციტატა. უკრაინულ ბუსიფიკაციამდე ეს რა თქმა უნდა ვერ წვდება, მაგრამ ტენდენცია უსიამოვნოა. გესმით, რუსები ამასთან დაკავშირებით არაფერს გააკეთებენ. იმიტომ რომ ეს ტენდენცია უბრალოდ ასეთი უსიამოვნოა. ანუ ისინი არაპირებენ აჯანყებას, რომ მათ დაჭერას იწყებენ და ასე შემდეგ. უკრაინელებთან ყველაფერი გასაგებია. უკრაინელები იცავენ საკუთარ სახლს და ვინც იარაღის აღება შეუძლია, აიღო და იცავს. და მობილიზაციის საკითხი უკრაინაში სრულიად სხვანაირად დგას. აი რუსები კი, რომლებსაც როგორც აგრესორებს, ორებს, არამედ სწორედ აგრესორებს აგზავნიან სხვა ქვეყნის წინააღმდეგ, მათ ეუბნებიან, წადი სხვა ქვეყანაში და მოკვდი უცხო მიწას. აი აქ იქნებ ბოლოს და ბოლოს აჯანყებულიყვნენ. მაგრამ არა, რუსები ამას არ გააკეთებენ. ახლა დაიწყებენ ასეთ ვერსიებს მოფიქრებას. თითქოს კი, ჩვენთან ცუდადაა, მაგრამ უკრაინაში კიდევ უფრო ცუდადაა. და ეს უბრალოდ ასე ახდება. აი ეხლახანს ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ ეკონომიკა მართლაც ჩამოიშალა. ეკონომიკა გაუარესდა და შემდეგ დაამატა. მაგრამ ის ისეთი გახდა, როგორიც ევროპაშია, სადაც ეკონომიკა უკვე წლებია ცუდადაა. თითქოს, ხო, ჩვენი ეკონომიკა გაუარესდა, მაგრამ ვიღაცას კიდევ უფრო ცუდად აქვს. ამიტომ პრინციპში რუსი ამით უკვე კმაყოფილია. და ახლა საშუალო სტატისტიკური რუსი ითქვის, ხო, ჩვენთანაც დაიწყეს ხალხის მიკროავტობუსებში ჩატენვა, მაგრამ უკრაინაში ხომ ბევრად უარესია. ამიტომ შეიძლება გახარებ. აქ წერტილებს დავაკანებ. თქვენი აზრი და დასვენები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობა.